ახლა დავასრულეთ სამუშაო ბათუმში და წავედით სად, როგორც ყოველთვის საჭმელად. ხო, რატო? იმიტომ რომ გშია ძალიან. და მოდით მოვყვეთ დღეს რა იყო ყველაზე ესეთი საინტერესო შემთხვევა თუ იყო პაციენტებში, რამდენი პაციენტი მივიღეთ, სადღაც 27 მე მგონი ხო? კი, 27. და რა კვლევები ჩაუტარეთ ძირითადად? როგორც ყოველთვის ეხოსკოპია, კონსულტაცია და კოლპოსკოპია ვაკეთებ ხოლმე, ან დაცხის ანალიზი, ტესტი და ასე შემდეგ. და რომელი შემთხვევა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად? შემთხვევა მოდი მოვყვეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ყველა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ყველაზე უფრო სასიხარულო რა იყო? სასიხარულო ჩვენი პაციენტი, რომელსაც აქვს 10 წლიანი უშუალობის ანამნეზი და მოგვაკითხა ხო 12 კვირის ორსული არის 3 თვის დაახლოებით 3-4 თვის მოგვაკითხა რომ გვინახა, გაგვეცნო პატარა უკვე. რამე წლის უშულობა ქონდა? 10 წლის როგორც 10 წლის უშულობა დაურსულა ქონდა ინვიტრო უშედეგო და ჩვენ ჩავატარეთ რა მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ფიზიოლოგიურად დაურსულდა. კი, ფიზიოლოგიურად. რამდენი კვირისა? ახლა უკვე 12 კვირისა. 12-ის, ხო, სხვაშორის სტორიში დავდეთ ის პატარა ვიდეო. კი. ნინო, ეხლა მაინტერესებს აი შენი აზრით. მეც ვიტყვით ჩემას, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს, რა არის ყველაზე რთული, როცა ჩვენ დავდივართ რეგიონებში. აი ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი დაახლოებით 2 თვეში ერთხელ დავდივართ. აი რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც ამ დროს გვაქვს? ჩემთვის მერასაც ვფიქრობ არის რომ საკმაოდ ბევრი პაციენტის მიღება გვიწევს ერთი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ 2 თვეში ერთხელ ჩამოდივართ და ყველას გვინდა რომ დაუთმოთ დრო ისე რომ რა საინტერესოდ ყველაფერი ავუხსნათ, ისე როგორც საჭიროა. რა კითხვებიც აქვს ყველაფერზე პასუხი გავცეთ და დრო ისე დაუთმოთ როგორც მათ უნდათ, მაგრამ რამდენად იმედია გამოვცდილობთ ყოველ შემთხვევაში და ზოგადად გვიყვარს რიგებს და დროს რომ ვიცოთ სწორად და არ ვაყენებთ რიგს და რამდენად გამოგვდის ეს ამის გამო არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ მივიღეთ 27 პაციენტი, მინდა გითხრათ, რომ რიგი საერთოდ არ იყო. კი, ცოტა აი 10 წუთი რაღაცა დაწევინეთ. სხვათა შორის გუშინ იყო შემთხვევა ზუგდიდში და პაციენტი იყო ჩაწერილი, მოვიდა და 10 წუთი, ზუსტად 10 წუთი დავაგვიანეთ. ჩვენ ძალიან ვცდილობთ ზუსტად, მაგრამ ყოველთვის ვერ ვждებით, რა ვქნათ, ეხლა ყოველთვის არის პაციენტი. ინდივიდუალურია პაციენტი და ინდივიდუალურად ზოგადად მეტი დრო ჭირდება, ვიდრე სტანდარტულად არის ეს გაწერილი, ხო? და ზუსტად 10 წუთში, როცა გავიდა და უნდა შემოსულიყო, თურმე ამგვარად წასულა ეს პაციენტი. კი. ხო, და ამის გამო მე ჩაგვივარდა ერთი ღირება და საერთოდ მე ვთვლი რომ რაღაცა აი რა ვიცი, რა დავარქვათ ესეც აქცია. არა, კი